დაგიბრუნდით ბოლო ვიდეოს გაგრძელებით, როგორც დაგპირდით. პირველ რიგში მოგესალმებით, მოგიკითხავთ. იმედია ყველა ხართ კარგად და გაქვთ იმის განწყობა, რომ რამდენიმე წუთი ჩემთან ერთად გაატაროთ. მე არ მიყვარს რო ვიყიდო რაღაც და დავდო. ანუ ეს ყველაფერი არის, რაც მაქვს, ყველაფერს ვიყენებ. რაც მბეზრდება არ მომწონს, უბრალოდ ვყრი. ხო და რაც მაქვს, ყველაფერს ვიყენებ. თეფშია თუ ფინჯანია თუ ამის ჭიქა თუ იმის ჭიქა, ყველაფერს ვიყენებ. ამიტომ, რადგან მაგიდა არის აქ. უყურეთ ახლა რა გამოიწვია ერთმა ჭიქის შემოტანა ოჯახში. აი, იქ უნდა გამოვაცუნცულო ის კარადა, რომელიც არის ამის ცალი. ეს ერთიანია, ის ორიანია და ტელევიზორთან როდდეს, ანუ ეგ არის კომპლექტი. ეს სარკეც მაგათია. მაგრამ მოვალაგებ. მაინც ხონდა გამოვალაგო, მაინც და გამოვწმინდო, მაინც და გადავაწყო იქ. ხო და ბარემ იმ კარადასაც გამოვაცუნცულებ, გეხვეწები მოიგდე ზურგზე, გამოიტანე რა პრობლემაა. ეგ და დავდო. იმასაც წავიღები გავარბიცი ოღონდ. ზოგადად ვიცი მაგას საბოლოო ჯამში სადაც გავუშვებ, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მე მინდა. და ძალიან ხშირად არ ხდება ისე, როგორც მე მინდა და ეგ ცოტა მაცოფებს. მაგრამ მოვახდენთ. ცოტა თხელ რაღაცას ჩავიცვა. თუ როგორი წამივა, სახლში ცხელა ზოგადად ჩვენ სახლში ძალიან. გამორთავამ გამათბობელს მერე ცივა, ოდნავაც რომ იყოს ჩართული, ძალიან ცხელა. ხო, აი ნახე როგორ არის ვაიმე, აი ახლა ეს თვალში მხვდება, საათი მინდა ახალი. რამე კარგი საათი მინდა სამზარეულოსთვის. დავიმახსოვროთ ოთახი როგორ გამოიყურება ამ ეტაპზე. და მე თქვენც მითხარით, აბა ეს ეჯობებს თუ ისე როგორც ახლა ვიზამ. აი რა ვქნა რა გავაკეთო ჩემო ძვირფასებო. მე ვარ ისეთი ტიპის ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია რაიმე კონდეს და ესე გვერდზე მიდებული რა ყოველ შემთხვევისთვის ან რაიმე განსაკუთრებული შემთხვევისთვის ან დღისთვის. ეხება ნებისმიერ რამეს. ხომ აქვთ ადამიანებს გადანახული რაღაცა ცალკე მართლა განსაკუთრებული დღეებისთვის, წვეულებებისთვის. არა, მე არაფერი არ მაქვს. ანუ რაც მაქვს, ყველაფერს ვიყენებ და თუ რამე მოვიტან, ჭხირით რომ მოვიტანო სახლში, ეს ეგრევე უნდა გავუშვო გამოყენებაში და მე თვითონ უნდა ვისიამოვნო ამ ყველაფრით. იგივე შემიძლია ვთქვა სახლზეც, რომ აქვთ დიდი სახლები და ცხოვრობენ მხოლოდ მეორე სართულზე, ან მხოლოდ პირველ სართულზე. და მოდი გამოვიყენებ რა ამ სიტყვას, დანარჩენს იყენებენ მხოლოდ წელიწადში ორჯერ, ეგეც დასაუბორკებლად ალბათ. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი თავის კომფორტზე ირგებს ყველაფერს, დიდი სახლი აქვს თუ პატარა აქვს თუ ბევრი აქვს თუ ცოტა რა მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ მქონდეს რაღაც ოთახების სივრცე და მე ვერ გამოვიყენო. ამ თაროებში ეთყობა შეძურა. და ხეული აქვს შპალიერი. ქალბატონი გუბურს. უნდა ჩამოვაკრა სასწრაფოდ. ისე ვერ დატოვებ, გამოჩნდება, იქ არ ჩანდა და გამოჩნდება. ხო, მე კი ვიყავი ესე კარგად მოწადინებული მთელი გეგმებით. გადამებრუნებინა ბარემ ყველაფერი, მაგრამ სტუმრები მეწვივნენ. შპალიერი საჭრელი დარა და წეგოს თასი. მხიარული საღამო გამოვიდა, მე გოგოები რომ გავაცილე, ვიფიქრე მოდი გავაგრძელებ მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა რომ წებო არ მქონდა. დათას ველოდები რომ გამოვიდეს მასწავლებლისგან და წავიდეთ სახლში. მე გავუშვა სკოლაში. გუშინ ჩემი საქმიანობა შეწყდა. გუშინ ვერაფერიც აღარ გავაკეთე, ყავდა სტუმრები. და მოკლედ დაგეგმილი საღამო საერთოდ სხვანაირად წავიდა. გვიანად შემეძლო პრინციპში გამეკეთებინა, მაგრამ რადგან იქ შპალიერიც არის ჩამოსაგრა. აღმოჩნდა წებო არ მქონდა და რადგან შპალიერის შემოყრის გარეშე კარადას ვერ მივდგამდი, უკვე შევეშვი, ძალიან გვიანი იყო. და დღეისთვის მოვიტოვე, ისე რომ აყრილი მაქვს ყველაფერი შესასვლელში. ახლა დავუშვებ ბავშვებს სკოლაში. პირველია უკვე 2 საათისთვის უკვე თავისუფალი ვიქნები და ვხედავ საქმეებს, ეს ცხოვრებაში არასდროს გადამიდია არაფერი გასაკეთებელი. პირველი შეფლევა. ხო და ასე წამოვაცუნცულე ვაჟბატონი, კარგია მინდი იყო, გვესიამოვნა ფეხით გასცეირნებაც.
აი ის ადგილი. ება სადმე რამე ეთყობა? ისე ოქროს ხელებით უკვე ჩამოვაკარი. ახლა მივდგათ. სამღაწაო ამ საათს ისევ სარკის მაღლა ვუპოვე ადგილი. ეგ არის ჩემი შვილის ნაჩუქარი, არ ვიცი, მგონი 1900 წლის წინ. კეფცები გაუვიდავა და უკვე ხარ უკან რჩება და ღაზერთო ჩერდება, მაგრამ რაღაცნაირად არ მემეტება და ვერ ვაგდებ. მაგრამ დროა რომ საერთოდ გავუყენო გზას. ახლახანს გამოვწერე ახალი საათი. ტაობაოდან გამოვწერე, რომ ჩამოვაკი გაჩვენებთ. და თან ვფიქრობ, ნეტა მძიმე არ იყოს, წონას არ მოუწიოს იმდენი, რომ უკვე მე აღარ ღირს. მაგაზე კი არ დავფიქრდი, უბრალოდ დავინახე, ძალიან მომეწონა და მეთქი მოდი გამოწერე, მაინც ხო გინდა. უფრო სამზარეულოში გამომადგება ეს არ არის მისაღებისთვის. ვფიქრობ, რომ კარგი იქნება და ვნახოთ, აბა ჩამოვიდეს. ზოგადად თუ რაღაც მინდა ხოლმე წვრილმანი იქნება თუ მსხვილმანი. რაც უფრო მეც ვფიქრობ, ხან გადავიფიქრებ, ხან მოდი ახლა ჯერ არა, მოდი იქით თვეში, მოდი თვის ბოლოს, მიდი თვის დასაწყისში. აი რაზეც არ ვფიქრობ და უცებ მივიღებ ხოლმე გადაწყვეტილებას. წკაპ მოგეწონა. მორჩა, ყოველთვის მოგებული ვრჩები. რომ გონია, რომ რაღაცას თუნდაც ელემენტარულს, ან ისეც ან ასეც თუ მოვიკლებთ, ამით არ იქა და ოჯახი გადარჩება და სამყაროს გადავარჩენთ და მიჯერეთ გოგოებო. არა და არა. ჯერ თქვენი სურვილები, მე სხვა დანარჩენი. ასე უნდა იყო თურმე ადამიანი. არც გამხსენებია ამ ახალ წელს. არც გამხსენებია. მარკეტ ფენცინა ხალ. ლარნაკი მოვამსხვრია.
უნდა ვიყიდოთ. რამდენი დრო უნდა დავაკარგინოს ახლა ამან? აქ დათას რაღაც სტიკერები გაუკრავს. არც დამინახავს როდის გააკეთა აზრზე არა ვარ, ძლივსა ვაცალე. არც დასველება მოშველა და არც არაფერი. მე ავფხიკე ერთი რომ მოვწინჯე და არ იკაწრებოდა. გემრიელა დავფხიკე და კი გავაშორე. ისიც ასე, ყველაფერი თავის ადგილზეა დავასრულე ეს მხარე. კარგ ხანს მოვონდი სხვათა შორის, იმიტომ რომ რაც იყო მანამდე რაც გამოვალაგე ჭურჭელი ყველაფერი გავრეცხე, სანამ ის გავამშრალე და დავაბრუნე უკან, ამან საკმაოდ დიდი დრო წაიღო. საბოლოოდ კი გამოვიდა ასეთი. იქ ვფიქრობ რაღაც მოუხდებოდა. არ ვიცი. დრო ამისაღებში გადმოვინაცვლოთ, სადაც ეს თაროები გამოვიტანე წიგნების. ეს თაროები საერთოდ ზედმეტია. ეს არის ბავშვობის, ადრეც ვთქვი, რომელიღაც ვლოგში მახსოვს, რომ გითხარით, წიგნების მაგიდასთან იყო ეს თარო. მას შემდეგ მე გავაკეთეთ ბავშვების ოთახი, რაღაცა გიფსოთი შეიფუთა ის ადგილი, სადაც ეს იყო და უკვე გიფსოთი რომ შეიფუთა, დავიწროვდა და ეს აღარ ჩაეტია, აღარ ჩამოიკიდა მოკლედ და მოგვიწია სხვა თაროების გაკეთება და ეს დარჩა ესე ჰაერში. ხოდა ეს თავის საჭირო არ ამოდ დავათრება აქეთ-იქით, ხან იქითდებს, ხან აქეთდებს, სად წავიღო მეც არ ვიცი. კი ვიცი, სადაც დავკიდებდით სიამოვნებით ამას, მაგრამ იქ წიგნები ვერანაირად ვერ იქნება, სადაც მე ეს თარო მინდა რომ განთავსდეს საბოლოო ჯამში და უნდა ვიზრუნო მაშინ ახალ წიგნების თაროზე, რომელიც ფიზიკურად სახლში უკვე ვეღარ დაეტევა და ზედმეტი იქნება და ჯერჯერობით რაღაცა კარგად ვერ დავალაგე ყველაფერი თავში. ამიტომ იყოს როგორც არის და ესე ვათრებ წინ და უკან. მეც გავხალისდები ხოლმე რაღაცას გავერთობი და რა ვიცი, ამასობაში კი მოირღევა ესაც და გახდება გადასაგდები ალბათ. მოკლედ, რაღაცა ისეთი გამოვიდა. იქ სახალხო სათამაშოები მქონდა დაკიდებული. თუ მოგიკრავთ თვალი, არ ვიცი. აქ არ იყო ეგ და ახლა მოვიფიქრებ, მან რა შეიძლება გავაკეთო. ნახოთ. ახლა მეზარება, ფიქრიც მეზარება. საერთოდ ეგ ჩერჩო იყო სურათების დასაკიდებლად ფოტოებისთვის. ხოდა არ ვიცი. შეიძლება ეს ფოტოები დავაბრუნო, თუმცა არ მინდა ფოტოები. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ამბები. აქ დავასრულოთ, აღარაფრის გაკეთებას არ ვაპირებ, აღარაფრის გაგრძელებას არ ვაპირებ, მეც უნდა დავისვენო. ბავშვებიც მოვიდნენ უკვე, დაბრუნდნენ სკოლიდან, საღამოა 7 საათი ხდება უკვე. ახლა ამათ უნდა მივხედო. თავსაც უნდა მივხედო. დავისვენო. ნახოთ რა ვიცი, თუ რამე მოვიფიქრე. გადაადგილებებით ხო ვიღლები ხოლმე, იმიტომ რომ უამრავი წვრილმანი რაღაცა გამოხდება და ბევრი რაღაც ხდება ხოლმე გასაკეთებელი, მაგრამ რაღაცნაირად სასიამოვნოდ დაღლილი ვარ. ჯერჯერობით მომწონს შედეგი, რა ვფიქრობ რომ მოსაწყელი იყო ოთახი და გაფრთხილდა რა. მოიწერთ შევაბრუნო კამერა. მეჩვენება დავიჯერო. ბა, დავიჯერო მეჩვენება? მგონი არა, მომწონს. კაფერად და თითქოს. ზოგადად აი ეს ძალიან მაღიზიანებს. აი, სად ვიშვერთით სწორად ვიშვერ, მაგრამ მან დარჩენს სწორად. აი ეს. ეს არის კორპუსის წესით ოროთახიანი ბინა. თუმცა ორი ოთახისთვის საკმაოდ დიდი ფართია, ისე რომ ჩვეულებრივად გამოვიყვანეთ 3 ოთახი. და მე რომ კარგად მოვინდომო, 4 ოთახიანსაც გამოვიყვან. ისე რომ 3 იზოლირებული საძინებელი იყოს და აშო. თავიდან რომ ვიწყებდე ბევრ რამეს, ამას აუცილებლად ესე გავაკეთებდი. მაგრამ სხვა რამეებს არ დავტოვებდი ისე როგორც მაქვს და ძალიან ბევრ რაღაცას შევცვლიდი. მაგრამ რაც არის ასე უნდა დავიკმაყოფილო რა, დავიკრო. ისე ნივთების დარება ჯობია, დავეჭის დარება. აი ამ სახლის აყარას და ზოგადად
მაქსიმუმ დასჭირდეს შპალიერების შეცვლა ხოლმე, იმიტომ რომ აფუჭებენ, ბავშვებიც აფუჭებენ. გრავძვირად ღირებულ შპალიერს შეგნებულად არ ვაკრავ. ახლა ვიცი რომ გავაკრავდა 1-4-5 წელი მაინც იქნება ისე რომ ხელი ან თითქმის ყოველ წელს უცვლი შპალიერს. ძაღლი ხო საერთოდ, ძაღლი პლინტუსებს არის შეჩენილი. პლინტუსებს რო აძრობს, მე შპალიერსაც პირს ვაუღებს ხოლმე, მე ააყოლებს და ჭამს. ჭამს რა, ანუ აფუჭებს. ხოდა ეგ ცალკე პრობლემაა კიდე. ვამბობდი, ეს მაღაზიანებს ძალიან ჯერ ამ სამფორმის მინდოდა, არც ამ ზომის მინდოდა. უბრალოდ მე აქ არ ვიყავი, მე და ბავშვები არ ვიყავით აქ, როდესაც კეთდებოდა ეს და რა ვიცი, რატომღაც თავიანთი ინტერპრეტაციით რო იციან ხოლმე ხელოსნებმა რაღაცების გადაკეთება. მოკლედ მახსოვს ძალიან კარგად, როგორც ვუთხარი, რომ არ მინდოდა ღრმა და მინდოდა ძალიან პატარა. ზედმეტად შემოვიდა ოთახში. ანუ ამ ოთახში მქონდა გათვლილი ისე რომ მაგიდაც ანუ ის მაგიდაც აქ უნდა ყოფილიყო და მთლიანად ანუ მისაღების ავეჯი რაც არის ყველაფერი აქ უნდა ყოფილიყო და მედგა კიდევაც უბრალოდ ძალიან პატარა სივრცე იყო უკვე და კეტავდა ამ სივრცეს ზუსტად ის იმიტომ რომ იქ ფანჯარასთან იდგა მაგიდა და სკამები და აი აქ იკეტებოდა გასავლელი ძალიან ცუდად ხოდა ეგ მეფუჭებს ამბავს თორემ ერთ მშვენიერ მზიან დღეს წამომივლის ამას მოვანგრევ სივრცე გაიზრდება იმ ყველა ავეჯს რაც არის მისაღებში და შემოსასვლელში სასადილო ზონაში ყველაფერი ის არის ამ ოთახის კომპლექტი ასე ვთქვათ აქ შემოვიდან და იქ ჩვეულებრივად გამოვა დიდი სამზარეულო ტექნიკურადაც მარტივად მოსახერხებელია იმიტომ რომ ეს გაყვანილობა აი იქ აი იქ არის შეფუთული ყველაფერი იქით არის აი ამ კედლის იქით არის სამზარეულო და გაყვანილობაც არის იქ და ძალიან მარტივად გამოვა ტექნიკურად ეგ ამბავი უბრალოდ ფულე უნდა ფულე რაც შეეხება სამზარეულოს ადგილზე გამოვა კიდევ ერთი პატარა ოთახი სადაც ყველაფერი დაეტევა მინდა გითხრათ და ბავშვებიც გადაიყოფიან ბოლო სტუმრისთვის გამოვიყენებ და არ დაიძინებს მაგალითად აქ და დაიძინებს გემრიელად კომფორტულად იქით. აი ესე, თუ რამეს მოვინდომებ ამ სახლში კიდევ რამის გადაკეთებას აუცილებლად ეგრე გადაკეთდება. ზუსტად მაგ ფორმით გადაკეთდება, მაგრამ ნახოთ. თუმცა ფიქრი ერთია, გიგმა მეორეა რეალობა მესამეა და კაცმა არ იცის ხალდაზე რა სად და როგორ იქნება ისე რომ დღეს რაც გვაქვს იმას მივხედოთ ეგ ჯობია მოკლედ ეს ახლა მართლა დაგემშვიდობებით